მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებების შემდეგ პარლამენტში აქტიურად საუბრობენ იმ მოვლენებზე, რაც შესაძლოა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოხვდეს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცეს. ამიტომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს, რასაც აუცილებლად გამოიყენებს. დეპუტატების განცხადებებს მირიან გორგოძე გაგვაცნობს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. მირიან, გისმენთ. დიახ, საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა შეაფასეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რა დროსაც მან ბრძანა, რომ შეიძლება გამოიყენოს უფლება და დაადოს ვეტო საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს. მე შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის შედეგად უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს და ასევე საქართველოს პრეზიდენტს აღარ იქნება ექსკლუზიური უფლება, რომ საბჭოში წარადგინონ საკუთარი წევრები. ადრინდელი ჩანაწერის მიხედვით 8 წევრს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წარადგენდა. 2 წევრის წარდგენის უფლება ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთო სასამართლოების კანონპროექტის მიღებით სასამართლოს დამოუკიდებლობა დადგება ეჭვ ქვეშ და ამიტომ ის გამოიყენებს ვეტოს დადების უფლებას. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ პირიქით ამ კანონპროექტით სასამართლო უფრო დამოუკიდებელი გახდება და თუ კი პრეზიდენტი თავის უფლებას გამოიყენებენ, ისინი შეეცდებიან, რომ მოიპოვონ უმრავლესობა და პრეზიდენტის ვეტო გადასძალონ და ამ შემთხვევაში უკვე საერთო სასამართლოების კანონპროექტს ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოაწერს. რაც უფრო ახლოვდება 20 იანვარი, პრეზიდენტი უფრო არაადეკვატური ხდება თავის განცხადებებში. დაადოს ვეტო და ის მიიღებს პასუხს დამოუკიდებელი პარლამენტისაგან. და როგორ იქნება ეს პასუხი? პასუხი იქნება სამართლებრივად გამართული და სწორი, ანუ პრეზიდენტის ხელმოწერას ფასი დაიკარგება. ეს როგორ? ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის 90 წევრი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს და კანონს ხელს მოაწერს ბატონი დავით უსუფაშვილი. ჩვენი კანონპროექტი არ გულისხმობს მოსამართლეთა მასობრივ გაყრას, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა 2003-2004 წლებში, არამედ გულისხმობს, რომ ის მოსამართლეები, რომელიც ბატონ სააკაშვილის დანიშნულია, რჩებიან ადგილებზე, უბრალოდ მათ ეხსნებათ ის პოლიტიკური წნეხი, რაც აქამდე ჰქონდათ. დიახ, გარდა ამისა, დღეს გაიმართა დილით საქართველოს პარლამენტში იურიდიული საკითხთა კომიტეტისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, ასევე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას დეპუტატებმა ბევრი ტექნიკური ხასიათის საკითხი განიხილეს. ამავე დროს იურიდიული საკითხთა კომიტეტზე გავიდა ირინა იმერლიშვილის ინიციატივა კანონპროექტისა სპეციალური დაცვის სამსახურის შესახებ. მე შეგახსენებთ, რომ ეს ამ კანონპროექტის მიხედვით სპეციალური დაცვის სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გადადის ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში და იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ამას მწვავე რეაქციები მოყვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. დღესვე პლენარულ სესიაზე საბოლოოდ დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. მეორე მოსმენის შემდეგ დარჩა რამდენიმე მუხლები, რომლებზეც დეპუტატები სწორედ დღეს პლენარულ სესიაზე იბრძოლებენ. დღეს სავარაუდოდ იქნება ამ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. მესამე მოსმენით ცხადი ამ სესიაზე ვერ მოესწრება, იმიტომ რომ დღეს საშემოდგომო სესია პირველი ამ მოწვევის პარლამენტისა იხურება და ალბათ სავარაუდოდ მესამე მოსმენით უკვე იქნება განხილვა რიგარეშე სესიაზე. ეს იქნება ამნისტია, რომელიც შეეხება ყველა მსჯავრდებულს რაღაცა დოზით. ზუსტი რაოდენობა რამდენი გამოვა, მაგრამ მაინც საჯარო აღსრულებას უფრო ეცოდინება და იუსტიციას მათ აქვს სტატისტიკა, მაგრამ ეს საკმაოდ ფართომასშტაბიანი ამნისტია იქნება, რომელიც საქართველოს სამდროში არასდროს არ ყოფილა და იქნება პასუხი იმ ძალადობაზე და სამართლებაზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. საქართველოს პარლამენტში დღევანდელი პლენარული სესია, შეგახსენებთ, 13 საათისთვის არის ჩანიშნული. დიდი მადლობა, ეს იყო მირიან გორგოძე პარლამენტიდან.